მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტექნოპარკში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მესამე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობას ისახავს. კონფერენციას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო. კონფერენცია რეგულარული უკვე მესამე წელია ტარდება, შეეხება ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების გამოყენება ხდება ცენტრალური და მთავარი ინსტრუმენტი, ისევე როგორც მედიაში ან ნებისმიერ სხვა სფეროში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სასიხარულოა პირველ რიგში, რომ ჩვენი პედაგოგები მთელი საქართველოდან ძალიან დაინტერესებული არიან. ჩვენი პარტნიორები და დონორები წარადგენენ თავიანთ მოხსენებებს იმ სიახლეების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ, გაეცნობიან პედაგოგები ამ სიახლეებს, პედაგოგები სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ურთიერთ გაზიარება მოხდება მათ შორის გამოცდილების და ისინი ახალი ცოდნი და სიახლეებით დატვირთულები დაუბრუნდებიან თავიანთ საკლასო ოთახებს. ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან დიდად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში, რაც ყველაზე მთავარია. მოსწავლეებისთვის არის მიმზიდველი, იმიტომ რომ დღევანდელი ეპოქა ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და სწორედ ეს არის ის ინსტრუმენტი, რითიც ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეები კიდევ უფრო ჩავრთოთ, დავაინტერესოთ და უფრო უკეთეს ხარისხს და შედეგს მივაწვიოთ სწავლა-სწავლების პროცესში.